სურსათზე მაღალი ფასები და რიტეილ სექტორში მიმწოდებლებისთვის თანხების დაგვიანებით გადახდა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება. საკითხი უკვე ინსტიტუციურ დონეზე განიხილება. სპეციალური საკოორდინაციო კომისია ბაზარზე მოქმედი პრაქტიკის შეფასებასა და შესაძლო რეგულაციურ ცვლილებებზე მუშაობს. რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს საკოორდინაციო კომისიის ჩართვა და რა ტიპის რეგულაციები შეიძლება გახდეს რეალურად შედეგიანი როგორც მომხმარებლის, ისე ადგილობრივი მწარმოებლების დასაცავად. თემაზე ვრცლად აგრო 1919-ის მართლ პარტნიორთან გიორგი ხანიშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. იმდენად აქტუალურ და მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა ინფორმაციას მე გავაცანი მაყურებელს, რომ ინფლაციის ტემპი ისევ დაჩქარდა და ყველაზე მაღალი ფასები დაზრდა გვაქვს რეალურად სურსათზე. რა არის მთავარი განმაპირობებელი თქვენი შეფასებით იმ ადამიანის განმოსახედიდან, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორს კარგად იცნობს, ამ სექტორში მუშაობთ ახლაც, მთავარ გამოწვევა და პრობლემად რა რჩება და იმ შეხვედრებზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გაიმართა და სადაც კერძო სექტორის სხვადასხვა მიმართულებიდან იყო წარმოდგენილი, მწარმოებლები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ თავად რიტეილ სექტორში არსებულ მდგომარეობას. თქვენი გადმოსახედიდან რა არის მთავარი განმაპირობებელი იმის, რომ დღეს საქართველოში სურსათზე ფასები იმაზე ბევრად მაღალია, ვიდრე დაუშვათ თქვათ ევროპის ქვეყნებში? ძალიან კომპლექსური და რთული საკითხია, რომელსაც დღეს ჩვენ უნდა შევეხოთ. ამიტომ მე შევეცდები მაინც ამ ყველაფერს პირდაპირ ფერმერის თვალით შევხედო, როგორც ადამიანი, რომელიც პროდუქციას აწარმოებს, რეალიზაციას უკეთებს და შემდგომ ხედავს ამ სურათს ამ ჭრილიდან. და რატომ მინდა რომ ფერმერის თვალით დავინახოთ. ეხლა არის იანვარი. დეკემბერშიც მაღალი იყო ინფლაციის მაჩვენებელი. იანვარში კიდევ უფრო მაღალია სურსათზე, შესაბამისად სურსათიდან მერე ხორეა სექტორზე და ყველგან ეს კორელაციაა და უბრალოდ გადადის. საქმე იმაშია, რომ ძირითადად ეხლა ჩვენ მოვიხმართ იმპორტირებულ პროდუქციას. არის რა თქმა უნდა გამონაკლისები, მიმართულებები, სადაც ქართულ პროდუქციას მოვიხმართ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს იმპორტირებული პროდუქცია. იმპორტირებული პროდუქცია თავისთავად ნიშნავს უფრო ძვირ პროდუქციას, ვიდრე ადგილზე წარმოებული პროდუქცია. აქედან დასკვნა, ჩვენთან საფასო პოლიტიკის, ანუ ძვირი ფასების პირველი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ იმაზე ბევრად ნაკლებ პროდუქციას, რომელიც ჩვენ გვჭირდება. შეგვიძლია კი ვაწარმოოთ იმდენი, თუნდაც რაც ადგილობრივ ბაზარზე მოიხმარება და მეორე, რატომ არ არის პოპულარული, ან თუ არის პოპულარული საქართველოში, მაშინ რატომ არ ინტერესდებიან დაუშვათ კერძო სექტორში, რომ რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქცია იყოს წარმოებული? მე ცოტა შორიდან დავიწყებ. სოფლის მეურნეობა ეს არის დარგი სფერო, რომელშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობითობას. ის რაც საბჭოთა ეკონომიკის პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობაში იწარმოებოდა, ეს არის ძალიან შთამბეჭდავი პარამეტრები და მე შევეცდები რამოდენიმე მათგანი მოვიყვანო და შევადარო იმას დღეს თუ სად ვართ. მაგალითად, სხვილფეხარ ქოსანი პირუტყვი 90-იანი წლებისთვის, ეს არის 99 წლის სტატისტიკა, ქვეყანას ყავდა 1,940,000 სული. მათ შორის მილიონი ეს იყო თითქმის ასე ვთქვათ დასაკლავი, ხარი, მოზვერი და ასე შემდეგ, სადღაც 640,000 ეს იყო 1,940,000 ეს იყო ფური და ფურკამეჩი. 2,200,000 ცხვარი, 1,400,000 ღორი. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ქართულ ეკონომიას და ქართულ სოფლის მეურნეობას გააჩნია. მაგრამ იმ 3 წლეულმა და უკვე მე-4 წლეული მიდის, რომელსაც ქვეყანა გაიარა, პირველი 2 წლეული ეს იყო გრევის, განადგურების, მოსპობის, განსაკუთრებით, როდესაც 90-იან წლებში მიწები დანაწევრდა, ფერმები მთლიანად დაიშალა. მაგალითად, სტატისტიკაში 99 წელში თქვენ ნახავთ, რომ საჯარო სექტორში იყო 15 მილიონი ფრთა ფრინველი. 90 წელში სტატისტიკაში ეს ციფრი არის 0. დღეს ჩვენ გვყავს დაახლოებით 10-დან 11 მილიონამდე ფრინველი და 75-დან 80,000 ტონამდე ფრინველის ხორცის სხვადასხვა სახეობები შემოგვაქვს იმპორტით. ანუ ესეთი დიდი მასშტაბური დეფიციტია. იგივე მაგალითად, სხვილფეხარ ქოსანი პირუტყვი 1,640,000-დან დღეს გვყავს დაახლოებით 800,000 სული. 1,400,000 ღორიდან 200,000 სულზე მეტი არ არის, ყველაზე მტკივნეული თემებია. ამიტომ საქართველოს სოფლის მეურნეობას ის რაც დაიწყო 2012-13 წლებში,
პროგრამები, განვითარება, ამან შეძლო რომ გარკვეული კი არა ძალიან სერიოზულად დაყოფილიყო სოფლის მეურნეობაში, აქაც ორ ციფრს შევადარებ. 2012 წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული იქნა დაახლოებით 700 მილიონი დოლარის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია. 2025 წელს მილიარდ 800 მილიონი დოლარის ექსპორტი, ანუ მილიარდ 100 მილიონი მატება. და რაც ყველაზე შთამბეჭდავია, ამ მილიარდ 800 მილიონში მილიარდ 527 მილიონი ეს არის სოფლის პროდუქცია, რომელიც იწარმოა ჩვენს ქვეყანაში და გავიდე ექსპორტზე. ნახეთ, ზუსტად აქ არის პარადოქსი. ჩვენ გვაქვს ჭარბი პროდუქცია, მაგალითად ღვინო, ალკოჰოლიანი, ჩვეულებრივი სასმელი წყლები, თუნდაც მოცვი უკვე, თუნდაც კარტოფილი 85,000 ტონა გავიდა წინა წელს, ვაშლი. ანუ იქ სადაც ჩვენ მივახციეთ წარმოების მოცულობის ზრდას, მოვიხმარეთ ქვეყანაშიც და გავიდე ექსპორტზე. მაგრამ სადაც არ გვაქვს იქ არის დეფიციტი, რომლის შევსება ხდება ძვირადღირებული პროდუქცია. ხარა პროდუქტები ჩამოთვალეთ, მათ შორის ვაშლი. საქართველოს შემოდის იმპორტირებული ვაშლი. იმპორტირებულიც. იყიდება ძალიან აქტიურად ას. მაშინ რა არის განმაპირობებელი, რადგან შემოდის, ესე იგი არის მოთხოვნაც, ხო? შესაბამისად, სწორედ ამის გარკვევა მინდა, რომ ქართული პროდუქცია საკმარისად პოპულარულია საქართველოში ერთი და მეორე, არის თუ არა რიტეილ სექტორში ისეთი პირობები, რომელიც ქართულ ფერმერს ხელს უშლის შევიდეს რიტეილში ისე რომ მას უღირდეს შესვლა, იმიტომ რომ ამ შეხვედრებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მწარმოებლებმა აღნიშნეს და მე უკვე პრემიერმაც და მთავრობის წევრებმაც თქვეს, ეს არის ის, რომ რეალურად ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც აწარმოებს, მაგრამ ექსპორტზე გააგდა, არ შედის ქართულ ბაზარზე, რადგან არ უღირთ მათ აი ამ ძალიან გაზრდილი ბევრი გადასახადის გამო, რომელსაც რიტეილ სექტორი უწესებთ მათ აქტიურად შევიდნენ მარკეტებში. ეს არის ძალზე მტკივნეული პრობლემა და ის რაც წამოწია საქართველოს პრემიერმა მიმდინარე ეტაპზე ბატონ ირაკლი კობახიძემ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტი და კარგი ინიციატივა. მაგრამ უბრალოდ მე მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერს აქვს ისტორია. კოვიდის დროს 2020 წელს მე ხელმძღვანელობდი იმ ჯგუფს, რომელსაც ქვეყანა უნდა უზრუნველყო, რომ სულსაძე პრობლემები არ ყოფილიყო და ამაზე ჩვენ გვაქვს მაშინაც გარკვეული გადაცემები გაკეთებული. მაშინ დაისვა ეს საკითხი სწორედ მწარმოებელს, რიტეილს, საბითუმო ვაჭრობას, იმპორტიორებს შორის, რომ ყოფილიყო ეს კომუნიკაცია და ამას მე ხელმძღვანელობდი. უფრო მეტიც, იმ პერიოდში უკვე დამუშავდა ის რეგულაციები, რომელიც ევროპაში მოქმედებს, ეს არ არის მარტო ქართული პრობლემა და ევროპა ზუსტად აქვს და რეგულაციები აქვს, დამუშავდა კანონის პროექტი და ჩვენ სწორედ დღეს სამთავრობო კომისია, საპარლამენტო კომისია, ჩემი აზრით, მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აი ამ მთლიან პრობლემაში დარეგულირდეს ის ჩარჩო წერტილები, ჩარჩო ინდიკატორები, რომელიც ამ პრობლემის დადებით გადაწყვეტაზე იმუშავებს და იფიქრებს, იმიტომ რომ ანუ რა იგულისხმება? იგულისხმება აქ, რომ ყველა მათგან საბითუმოს აქვს თავისი მოთხოვნა და პრეტენზია, რომ ასე უნდა იყოს, მაღაზიას ანუ რიტეილს აქვს თავისი მოთხოვნა, მაგალითად ჯერ კიდევ დაახლოებით 2018 წელს, 19 წელს ჩვენ მოვაწყეთ ჰუალინგში ძალიან დიდი შეხვედრა სამინისტროს ეგიდით და მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე ესწრებოდა ამ შეხვედრას, სადაც შევახვედრეთ მწარმოებლები, რიტეილს და ხორეკა სექტორს. და ურთიერთ პრეტენზიები მოვისმინეთ. ნახეთ რა ძირითადი პრობლემა არის. ქართული ფერმერული მცირე წარმოება ვერ უზრუნველყოფს ერთგვაროვანი პროდუქციის სტაბილურ მიწოდებას, იმიტომ კი არა რომ იმპორტის სიამოვნებს მას და ძვირი პროდუქცია. მას უნდა სტაბილური მიწოდება. ამიტომ ისევ და ისევ სათავე არის იგრითიც დავიწყე. ქართული პროდუქციის მასშტაბების ზრდა, წარმოების განვითარება, თვითონ იმ სფეროების განვითარება, რომელიც დღესდღეობით ნაკლებად არის განვითარებული და თვითონ ეს მოგცემს ორ უზარმაზარ ეფექტს. პირველი, როდესაც ჩვენი საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა დაუშვათ იგივე რა კომოსტო კარტოფილი არ აქვს მნიშვნელობა 4-ჯერ 5-ჯერ ნაკლებია ვიდრე ჩვენივე მეზობელი ქვეყნების საშუალო მოსავლიანობა შესაბამისად თვითღირებულება გიზრდება და ბაზარზე პროდუქციის მიწოდება გიფერხდება როდესაც გააქვს ნაკლები შემნახველი საწარმოები თუმცა სახელმწიფო პროგრამებმა ეს ძალიან ბევრი ვაკუუმი ამოავსო და კიდევ თანდათანობით ვითარდება აი ვაშლზე დაუბრუნდები და მაგალითს გავაკეთებ სახელმწიფო დაბალხარისხიანი ვაშლის ჩაბარებაზე ფულს ხარჯავს და წვენებში მიდის და
50, 50, 70,000 ტონა ვაშლიც კი, მაგრამ ექსპორტზე გასატანი ვაშლი ჰქონდა 4-5,000 ტონა. შესაბამისად, ადგილობრივ ქსელშიც ხარისხიანი ვაშლი ნაკლები მიეწოდებოდა. როგორც კი დანერგე მომავალი განვითარდა, ბაღები შევიდა ექსპლუატაციაში, უკვე 20,000 ტონაზე მეტი ვაშლი გავიდა ექსპორტზე და ქვეყნის შიგნითაც მიეწოდა. მაღალ საფასო პოლიტიკაში შედარებით ბუნებრივია, იმიტომ რომ ხარისხიანი ვაშლი ძვირია, მაგრამ ბევრად უფრო დაბალ ფასში, ვიდრე ხარისხიანი იმპორტირებული ვაშლია. თუმცა ბატონგელა, ეს მაინც უფრო არის გრძელვადიანი, აუცილებლად გასაკეთებელი, მაგრამ მაინც დროში გაწერილი პროცესი, რომელიც დღეს რომ ვიტყვით, რომ ფასი მაღალია, ხვალ ფასი ამით ვერ შემცირდება. მოკლევადიან პერსპექტივაში, რა ნაბიჯებია გადასათქმელი თქვენი, სწორედ ფერმერის გადმოსახედიდან, იმისთვის, რომ საქართველოში სურსათზე ფასი არ იყოს ის, რაც გვაქვს. სხვა შორის დისტრიბუტორები, როდესაც იმყოფებოდნენ ამ ეთერში, მის ბიზნეს პარტნიორში, მათ თქვეს, რომ თუ რიტეილს არ ექნება ის დამატებითი გადასახადები, ჩვენთვის დაწესებული პროდუქციის ფასი მინიმუმ 25%-ით რეალურად შესაძლებელია, რომ შემცირდეს. ხედავთ ფერმერი, ანუ მწარმოებელი, აი ამ რეალობას, რომ თუ რიტეილი არ მოგთხოვთ იმ დამატებით რაღაც გადასახადებს, რეალურად ბაზარზე პროდუქცია, ქართული თუ იმპორტირებული, არ იქნება ის ფასი, რომელიც არის დღეს. მე ვერ დავეთანხმები ასეთ მიდგომას და რატომ გეტყვით? მე ვერ გამოვდგები ადვოკატად რიტეილის, მაგრამ რიტეილს, საბითუმოს, იმპორტიორს ბიზნესის განხორციელებისთვის სჭირდება ორი რამ, რომ პროდუქცია შემოიტანოს და პროდუქცია გაყიდოს მოგებით. ეს როგორ აისახება ფასდანამატში თუ სხვა სახეში, აქ არის რეგულირების შესაძლებლობა ამა თუ იმ მიმართულებით, რომ შემცირდეს დარიცხვის პროცენტი. მაგრამ არა რომ უარი თქვას. ჩვეულებრივი თემა, მე თუ მაღაზიაში შემაქვს პროდუქცია 5 ლარად და მაღაზიამ გაყიდა 5 ლარად. მაღაზიის ხარჯი, მაღაზიის აშენება, ელექტროენერგია, მაცივარი, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა, გამყიდველი, ბუღალტერი, აღრიცხვა, ეს ხარჯები საიდან უნდა მოხდეს? მაგრამ თქვენ გაქვთ 5 ლარად და მაღაზია ყიდის 50 ლარად? 50 ლარად არ ყიდის. ეს ფასდანამატი, უკან დაბრუნება, ქეშბექი და ასე შემდეგ, რომელიც იყო სწორედ იმ 2020 წელში მსჯელობის და ცხარე დისკუსიების საგანი, ეს არის სწორედ ჩარჩოში მოსაქცევი. მაგალითად, როდესაც მე შემაქვს მაღაზიაში რძემჟავა პროდუქტები, რომლის გაყიდის ვადა არის ვთქვათ 1 კვირა და ფულს მაღაზია მიხდის 3-4 თვის მერე, ეს არის პრობლემა, რომლის მოგვარება ბევრ რამეს გადაჭრის, ანუ ობიექტურად გადაანაწილებს მაღაზიამ ჩემს ხარჯზე, ჩემი პროდუქციის შეტანა, მე ის ფული ხო ბანკიდან ავიღე და ეს რესურსი მაგით შევქმენი. პური, რომელიც არის მეორე, მესამე დღეს პური უნდა გამოვიდეს სულ თუ არ გაიყიდა, მეორე დღეს უბრალოდ მაგ შემთხვევაში, როდესაც ფულს მიხდი 4 თვის მერე და ასეთი ხელშეკრულებაა, არათა მართლზომიერია, ამიტომ სწრაფი ეფექტი არის. აი ესეთი ნიუანსების დარეგულირება და დარწმუნებული ვარ, რომ კომისია სწორედ ამ ნიუანსებს დაარეგულირებს, მაგრამ გრძელვადაში სტაბილური, შედარებით დაბალი ფასები არის წარმოების მოცულობის ზრდაში. ჩვენ უნდა გქონდეს ადგილობრივი წარმოების მოცულობა. თუ მაგალითად ყველს წამოიღებს საფრანგეთიდან და ყველს აწარმოებ, აქ ავიღოთ ორი მაგალითი. მიხო სიმონიშვილის ფერმა დმანიში, რომელიც აწარმოებს შვეიცარიულ ყველს. და შევადაროთ შვეიცარიული ყველი, რომელიც წარმოებულია საქართველოში და შვეიცარიული ყველი, რომელიც შეიძლება ჩამოვიდეს შვეიცარიდან საქართველოში გასაყიდად. ბუნებრივია, უფრო დაბალი ფასი და ეფექტური ფასი იქნება იმ წარმოების, რომელიც საქართველოშია. იმიტომ რომ ის ტრანსპორტირება, ის გზა, რომელიც არ არის იაფი, აძვირებს ამ პროდუქციას. გაჩნია რა უჯდება მას აქ საქართველოში ამ ხო, ზუსტად ეგ არის უკვე წარმოების მასშტაბი. ნახეთ, მე რატომ თქვი წეგან თვითღირებულება და წარმოების მასშტაბი 3-ჯერ თუ 4-ჯერ ნაკლები. როდესაც შვიც ბრაუნის ფერმა არის, რომლის წელადობა არის 35-40 ლიტრი, არის ლაბორატორია, რომელმაც ხარისხს აკონტროლებს, აქ თვითღირებულების კომპონენტი ქართული მაინც უფრო იაფია ყოველთვის ვიდრე შვეიცარიული, იმიტომ რომ იქ გადასახადები ყველაფერი მეტია. და შესაბამისად, აქ არის უმთავრესი გრძელვადიანი ამოცანა სწორი წარმოების მოცულობის გაზრდაში, ჩემი აზრით რა თქმა უნდა, და თვითონ მოკლევადიან ეფექტი ეს არის პროდუქციის წარმოებელს, იმპორტიორს, ასე ვთქვათ, რიტეილს და შორის სწორი პოლიტიკის დალაგება, სადაც განისაზღვრება ის ჩარჩოები, რომ ერთმა მეორის ხარჯზე არ მოინდომოს არა სწორი გამდიდრება. და აქ არის ერთი ნიუანსი, რომელსაც გულწრფელად ვამბობ. ყველაზე დაჩაგრულია ჩვენ ღირებულებათა ჯაჭვს თუ განვიხილავთ ნებისმიერი პროდუქციის წარმოების, ყველაზე ნაკლები მოგების მარჟა არის ფერმერის კართან. ფერმერია ყველაზე დაჩაგრული. და მე არ მინდა რომ აი ასეთ სიტუაციაში ეს სიმძიმე კიდე ფერმერზე გადავიდეს. და სწორედ ამიტომ ფერმერები უნდა გამსხვილდნენ, ეს კოოპერაცია იქნება თუ შეპესების განვითარება, მაგრამ უნდა გამსხვილდეს რომ ბაზარზე ის იყოს დომინანტური გავლენის მომხდენი
და არ იყოს მხოლოდ იმ როლში. აი ხშირად არის საუბარი რომ მე პატარა მაღაზიის საქონელი მაქვს და დამიდოს დახლზე. და ერთკვირიანად უკვე არავის არ უღირს. ხშირ შემთხვევაში ცუდია ეს, მაგრამ გამოსავალი არის გამსხვილება და განვითარება ქართული სოფლის მეურნეობის, რაზედაც ძალიან კარგი სახელმწიფო პროგრამები მუშაობს და ფიქრობ ეს კიდევ უფრო განვითარდება. ძალიან დიდი მადლობა ის რომ კოოპერატივი ამ დრომდე ვერ გახდა და ეს გამსხვილების ნაწილი ფერმერებისთვის პოპულარული თემა მე სიამოვნებით მოგისმენდით ამ თემაზე სხვა გადაცემებში, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოკლე რემარკს გავაკეთებ. კოოპერაცია ევროპაში იმ დონეს რომ რასაც დღეს აქვს მიღწეული მიაღწია 150 წლის მანძილზე. ჩვენ კანონი მივიღეთ დაახლოებით 10-12 წლის უკან. ამიტომ ეს გზა არის გასავლელი. როგორც არ უნდა გვეჩქარებოდეს, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპას და ამერიკასაც არ ქონდა საბჭოთა გამოცდილება. ჩვენ საბჭოთა მეურნეობის და კოლმეურნეობის გამოცდილება გვაქვს. ამიტომ ერთია სურვილი, მეორეა ობიექტური დრო, რომელიც ამა თუ იმ მიღწევას ჭირდება. 27,000 ტრაქტორი ყავდათ 90-იან წლებში და ემსახურებოდა სოფლის მეურნეობას. დღეს მთელი პროგრამების ხარჯზე 7-8,000 ტრაქტორია მხოლოდ. ეს ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი კავშირი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გელახანიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.